ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭითანავა გახლავართ. დღეს გადაცემაში ავტობოქსი, ხალხმრავლობა გვაქვს, 4-ვე ჩვენი სტუმარი მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მძღოლია და ისინი აგვიხსნიან თუ რატომ უნდა იყვნენ მათი ავტოები თანაბარ უფლებიანი იგივე მარცხენა საჭიანებთან მიმართებაში. ჩვენი სტუმრები არიან მომღერალი თორნიკე ყიფიანი, JDM Club Georgia's დამფუძნებელი დავით მიგრეაული, პროფესიონალი დრიფტერი სანდრო ხეროდინაშვილი და მოყვარული მრბოლელი ლევან ჩხარტიშვილი. მოგესალმებით ყველას. მადლობა მოგზაურობისთვის რომ მოახერხეთ. ეს თემა, რომელიც მარჯვენა საჭიენ ავტომობილებს ეხება, რაც უფრო და უფრო დრო გადის, აქტიური ხდება, ლოგიკურია, იმიტომ რომ უმრავლესობა ქალაქში და მათი კლება ალბათ, არ ვიცი როგორ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა და თემა ხან აქტიურია, ხან მინაულდება, თუმცა მუდმივად არის საზოგადოების განხილვის საგანი და გასაგებია რომ ახლობით 2 თუ 3 კვირის წინ მერის განცხადებას მოყვა ამ თემის კვლავ გააქტიურება. მე ნამდვილად როგორც ბევრი ადამიანი ვერ დავეთანხმები და ვერ ვიზიარებ იმას რომ საცობებს იწვევს მარჯვენა საჭიანი ავტომობილები, თუმცა ნამდვილად ვეთანხმები მერს იმაში რომ უნდა გაიმართოს ამ თემატიკაზე კონსულტაციები, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა გარკვეულ რეგულაციაში მოექცეს და გასაგები გახდეს ყველასთვის, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ მარცხენა და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები, როგორ დამკვიდრდებიან ჩვენთან ეს ყველაფერი მოექცეს გარკვეულ კალაპოტში, რადგან როგორც ვიცით ეს ყველაფერი ქაოტურად დაიწყო და ქართველებს გვახასიათებს რაღაც ქაოსში ვართ და დაულაგებლად და იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით საზოგადოების მსჯელობის შემდეგ გარკვეულ შედეგებს მივიღებ და გასაგებად იქნება ყველაფერი გაწერილ დალაგებული. მოკლედ გისმენთ თქვენი პირველადი მოსაზრებები მოვისმინოთ და შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება 2 სატელეფონო ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ გარკვეული ლოგიკა, იგივე სხვა ქვეყნების გამოცდილების გამოყენებით, როგორ უნდა მოვიქცეთ მარცხენა და მარჯვენა საჭიან ავტოებთან მიმართებაში და თქვენ კი დაიცავთ იმ უფლებებს, რომლებიც გნებავთ რომ გქონდეთ მარჯვენა საჭიანებს. დავით, შენ მოგისმენთ როგორც JDM Club Georgia's დამფუძნებელი. რატომ დააფუძნე? მოდი ამით დავიწყოთ და ამ კლუბის მიზანი რა არის ამ მიმართულებით? მე ვესალმები პირველ რიგში მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და საერთოდ ამ თემის წამოწევისთვის, ორგანიზებისთვის. რატომ ჩამოვაყალიბეთ JDM Club Georgia? ესე იგი, ძირითადად ჩვენ კლუბში არიან გაწევრიანებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყავთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილები, სპორტული ავტომობილები, რომლებიც ავითარებენ დიდ სისწრაფეს და შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ ძირითადად ჩვენი მიმართულება არის ავტოსპორტში მიმართულებები. დღევანდელ დღეს რაც შეეხება ამ საკითხს, აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ მარჯვენა საჭიანი მანქანებით მოძრაობა საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც არის დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება მაქვს, დღე გადის ხოლმე ხალმარცხენაზე ვზივარ, ხალმარჯვენაზე ესე ვთქვა და ერთი მინუსი აქვს, ერთადერთი მინუსი აქვს, როდესაც ქალაქიდან გადიხარ ავტობანზე, ან თქვა ისეთ ვით რომ მონაკვეთში, რომ ამოუდგია სატვირთო მანქანას უკან. აი რო ამოუდგები სატვირთო მანქანას უკან, უბრალოდ შენი ხედვის არეალი პატარაზე იზღუდება რა, ვერ სამწუხაროდ. მაგრამ ერთი დადებითი მხარე აქვს. როდესაც აპირებ თქვენ მანევრის შესრულებას, რომ გაასწროთ თქვენ სატვირთო მანქანას, უნდა დარწმუნდებით იმაში, რომ გააქვთ საკმარისი ადგილი, რომ თქვენ გაუსწროთ იმ სატვირთო ავტომობილს. რაც მარცხენა საჭის შემთხვევაში, ხედვის არეალი უფრო დიდი გაქვთ, ხედავთ, გათვლას ამარტივად აკეთებ და დარწმუნებით გადიხარ. იქ არსებობს რომ ვერ გაასწრო ან რაღაცას შემდეგ. მაგრამ მარჯვენა საჭის შემთხვევაში წმუნდები 100% და მერე გადიხარ. დავით, თქვენ გასაგებია, ესე იგი ერთადერთი მინუსი მარჯვენა საჭიანებისთვის ჩვენ სივრცეში თქვენი გამოცდილებით არის ის ტრასაზე, ვისაც ყავს მარჯვენა საჭიანი მანქანა, აი ზუსტად მაგას იხსენებს ახლა ეგეთი მინუსი. კარგით, ჩვენ ახლა პირველი სატელეფონო ზარი გვაქვს ეთერში, ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფუძნებელი გელა კვაშილავა ახაძე. გელა, მოგესალმებით, გამარჯობა.
ბატონო გელა, მოკლედ მადლობა რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. ბატონო გელა, თუ შეგიძლიათ გაგვიმარტოთ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან მიმართებაში და შემდეგ უკვე ჩვენ განვაგრძობთ სტუდიაში დიალოგს, როგორც უკვე ხვდებით, 4-ვე სტუმარი ჩემი არის მარჯვენა საჭიენი ავტომობილის მძღოლი და ჩვენ გვაქვს 2 წუთი დაახლოებით ბატონო გელა რომ გავითვალისწინოთ. მარჯვენა საჭიენ და მარჯვენა საჭიენ მანქანაზე საუბარია და მარჯვენა მხარეს ზოგადად ჩვენ მარჯვენა მხარეს მოძრაობთ ქვეყნების პრობლემაში. ბატონო გელა, იქნებ ცოტა პოზიცია შეიცვალოთ, იმიტომ რომ ძალიან წვეტილად ისმის თქვენი ხმა ფაქტობრივად არ გვესმის. გესმით ჩემი? დიახ, წვეტილად ისმის, იქნებ პოზიცია შეიცვალოთ, რომ გავიგოთ რა დავსაუბრობთ. დიახ, ძანეთ. თავარი საკითხი არის საერთოდ უნდა აიჩოს ერთ მხარეს მოძრაობა. მხარეს მოძრაობაზეა საუბარი. რადგანაც ზოგადად იცით რომ ეს მოძრაობა იყო თანაბარი და რაც საფრთხო აქვს საუბარია იმაზე რომ რა შეიძლება ნაკლები რისკი არსებობდეს. ძირითადად მარჯვენა საჭიანებთან დაკავშირებით მანქანიდან არის ესეთი პრობლემა, ფარების პრობლემა თქვენთვის ცნობილია. ახლა ყველა შემთხვევაში თუ ხდება ამ მანქანების იმპორტი საქართველოში აუცილებელია ამ ფარების დარეგულირება. დიახ. რომელიც დღეს ახორციელებლად პრობლემაა საღამო საათებში, რა თქმა უნდა. იმის გამო მიმართულებას გულისხმობ თქვენ განათების. დიახ. ეს არის უსწრებელი ჯერ საქართველოში ეგ შემოწმება არ არსებობს, ამიტომ ამას არავინ არ იცხოვს. უამრავ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა შეზღუდვები სხვა მხარეს მოძრავ მანქანებზე, ან სხვა საჭის სხვა მხარეს მანქანებზე და იმის გამო რომ რაც შეიძლება თავიდან ავიცილოთ გზებზე არსებული ის რისკები შეჯახების. არის ქვეყნების ნაწილი, რომელიც უშვებს ორივე მოძრაობას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდი ნაწილი ქვეყნების ახდენს ან შეზღუდვებს, ან დამატებითი რეგულაციები შემოაქვს სხვა მხარეს ან სხვა მხარის საჭოს მოძრავი მანქანების და ჩვენთან არ ბატონო გელა, ძალიან მცირე დრო გვაქვს და მოკლედ თქვენი პოზიცია 2 სიტყვით გითხრით. ანუ საქართველოში რა შეიძლება გამოსავალი იყოს ძალიან მოკლედ? გამოსავალი ერთი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველა მარჯვენა საჭიენ მანქანაზე, რომელიც შემოვა საქართველოში, უნდა იყოს ფარების დარეგულირება უნდა მოხდეს პირველი. მეორე, ჩვენთან ინფრასტრუქტურა არსებობს, ვიცით რომ მარჯვენა მხარეს მოძრავი მანქანებისთვის, ამიტომ ეს ინფრასტრუქტურაც როგორმე უნდა შეიცვალოს. და მესამე რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ ქვეყანამ ცალსახად უნდა აიჩიოს რომელ მხარეს ან რომელ საჭეს უჭერს ხარს და ზოგადად პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ რომელიმე მხარეს მოძრაობას. ბატონო გელა, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი ბოდიშია მოკლე ჩართვისთვის, რადგან დრო არ ყოფნის, ახლა სარეკლამო ჭრა გვაქვს და შემდეგ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში განვაგრძობთ მარჯვენა საჭიენ ავტომობილებზე დიალოგს. ავტოპორტალი ავტობოქსი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ავტობოქსი. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მიწურულს ჩვენ ქონდა სატელეფონო ჩართვა სამწუხაროდ გელას, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, არის დამფუძნებელი მისი ლოგიკის ძირითადი არსი გასაგები გახდა, რომ იგივე ფარებთან მიმართებაში უნდა მოხდეს თქვათ ტექნიკური შესწორება, კორექცია ავტომობილის ახალჩამოყვანილისა, რასაც დავით როგორც გავიგე შენ და ეხლა აღნიშნე რომ თავისი სერვისი დაახლოებით 30 ლარის რადიუსშია. სილარის რადიუსშია და ასევე ისაუბრა რომ უნდა იყოს ჩვენი ინფრასტრუქტურა არის გათვლილი მარცხენა საჭიენ ავტომობილებზე. ეს რომ საბაბი იყოს ეს ფარების განათების სისტემა, კი, ეგ შეიძლება მოგვარდეს და ასე რომ ვთქვათ მოძრაობას აფერხებდეს, მაგას მე არ ვეთანხმები. ანუ რომ ფარი შეიძლება ღამით მოძრაობას არ ხდებოდეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მართლაც ისეა რომ ეს გამყოფი ზოლი ორმაგი თუ ერთი ღერძულა ხაზი გვაქვს მარცხენა მხარეს და არა მარჯვენა მხარეს. მარჯვენა საჭიენი ავტომობილის პრობლემა წარმოიქნა, ანუ პრობლემა რამდენად არის არ ვიცი ეგ სიტყვა რამდენად კლასიკური კლასიფიკაცია. აი ეს მდგომარეობა შეიქმნა რა შემდეგ რაც მომრავლდა. ზოგადად ბევრია საუბარი იმაზე რომ ახლა რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო ადრე უნდა ვიფიქროთ მთავრობას. წლების წინ, როდესაც თითო როლა მარჯვენა საჭიენი ავტომანქანა იყო და ამას რომ დაკვირვებოდნენ, ხო? ერთი 10 წლის წინ რომ დაკვირვებოდნენ მაშინვე და განესაბრათ, ხო? ეს პრობლემა არის თავიდანვე რაღაც კალაპოტში ჩადგებოდა. ჩვენ სტუმრად ყავს პროფესიონალი დრიფტერი სანდრო ხეროდინაშვილი. სანდრო, შენ მარჯვენა საჭიენი მანქანით ავითარებ მაღალ სიჩქარეს და ეს ყველაფერი წესით არ უნდა გირფულდებოდეს. მაგრამ შენ მოძრაობ ძირითადად თქვა სპორტულ ტრასაზე.
სადაც არანაირი რეგულაცია არ არის მარჯვენა თუ მარცხენა საჭიანო, მაგრამ ანუ შენი აზრი როგორია გვაინტერესებს? ანუ მე მეორე მანქანა ყავს ხონდა, ანუ ესაც მარჯვენა საჭიანია აბსოლუტურად და რეალურად ხო, აი როგორც ადრე ვთქვით, წინ დავითმა თქვა, ქალაქში არავითარი განსხვავება არ არის მარჯვენა საჭიანზე ვიმყოფებით თუ მარცხენა საჭიანზე, იმიტომ რომ აქ არ არის ისეთი ადგილები, სადაც მხედველობის პრობლემა იქნება. რაზეც ვისაუბრეთ, რომ ეს ფარების პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ეს მოგვარებადია და არავითარი პრობლემას არ წარმოადგენს. ეს თუმცა ამავე დროს ჩვენ ახლა ერთ-ერთი საბაბი ეს იყო სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. ანუ ჯერჯერობით შეგვიძლია დავარქვათ პრობლემას. რომ ძირითადად იმპორტირებული მანქანები ეს არის იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანები და ჩვენ თუ შევადარებთ მარჯვენა საჭიანი და ჩვენ თუ შევადარებთ სხვა მაგალითად ამერიკიდან ჩამოყვანილ ან ევროპიდან ჩამოყვანილ მარცხენა საჭიან მანქანებს ბევრად უფრო შენახულია. ბევრად უფრო შენახულია. ამიტომ არ უნდა დავუკვირდეთ ჩვენ რაღაც არ უნდა ჩავეცილოთ მაგალითად მარტო ფარებს, ჩვენ უნდა დავუკვირდეთ ზოგადად მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ქალაქში არ გვეყოლება ტექნიკურად გამართული მანქანა ბევრად უფრო სარისკო გახდება მოძრაობა გინაც ავტობანზე, გინაც თბილისში, ვიდრე მარტო ის რომ ფარებია. სანდრო, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ თქვათ იაპონურმა ავტომანქანებმა ასე ვთქვათ ავტოპარკის განახლებაში დადებითი წვლილი შეიტანეს მარჯვენა საჭიანოებმა. მაგრამ მიზეზი ამისი არის პირველადი ძირითადი რითიც იწყება ეს ყველაფერი და დაიწყო არის სოციალური მდგომარეობა. იმიტომ რომ იაფია ეს ავტომობილი, ხო? ჩვენ სამწუხაროდ საზოგადოებამ იმიტომ დაიწყო იაპონური ავტომანქანების შესყიდვა, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შესყიდვა, რომ ის ბევრად უფრო იაფი იყო ვიდრე მარცხენა საჭიანი. მაგრამ მარჯვენა საჭიანი ავტომობილებს შორის სოფლიოს მასშტაბით იაპონური ყველაზე შენახული აღმოჩნდა და ამიტომაც ასე ვთქვათ მივაწეხით ამ იაპონურ ავტომობილებს. თორნიკე, პიფიანი მომღერალი არის ჩვენ სტუდიაში. თორნიკე, როგორ მოხდი ამ გაუგებრობაში? აი მარჯვენა საჭიანი მანქანა ვიყიდე და ასე მოხდი. მაგრამ ჩემი აზრით ეს პრობლემები რაზეც საუბარი არის, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და რეალურად პრობლემა არის ის, რომ ბევრი მძღოლი არ იცავს მოძრაობის წესებს. მარჯვენა თუ მარცხენა საჭიანი ავტომობილის თორემ გინდა მარჯვენა იყოს, გინდა მარცხენა. ზოგადად თუ მოძრაობის წესებს დაიმორჩილება ხალხი და აღარ დაარღვევს და დათმობას ისწავლიან, ხო უფრო მეტად დაუთმობენ და უფრო მეტად ყურადღებით მოეკიდებიან სხვის ასე ანუ სხვაზე იზრუნებენ, ასე იზრუნებენ, არაფერი პრობლემა არ იქნება ჩემი აზრით. ფაქტია რომ ჩვენ საგზაო მოძრაობის კულტურის დაბალი დონეზე სამწუხაროდ არის. დასაგებია. ლევანდან გადავიდეთ სიტყვით, რომელიც არის მოყვარული მრბოლელი, ასე ვთქვათ, მარტივად რო ახსნა მისი მდგომარეობა, ადამიანი რომელსაც ყავდა BMW, რომელთაც ბოლობდა ხოლმე და შემდეგ BMW გადაცვალა მარცხენა საჭიანი BMW გადაცვალა მარჯვენა საჭიან Nissan Silvia-ში. ლევან, შენ რა აზრის ხარ? ჩემი ზუსტად იგივეა, პრობლემას ფაქტიურად მოძრაობაში მებირავთ ვერ ხედავ. რომ დავარქვი, ავიღეთ რამდენიმე ვარიანტი გასრება, როგორც თქვით. კარგი პარკინგი. კი ბატონო. პარკინგი ძალიან მარტივი გავუდის. გაცილებით მარტივია. გაცილებით ყურადღებით გადიხარ გასრებაზე. ნებისმიერ სიტუაციაში და პასაჟირის ჩასხდება რა ვასწავლოთ გზავრის ჩასხდება გადმოსხდება ეგ არის პრობლემა ერთადერთი შენი მხრიდან როცა აჩერებ გაცილებით მარტივია გადასვლა მოძრაობას რაც შეეხება მიხვევას მანევრის გაკეთებას არანაირი პრობლემა მე მგონი აქ არ არის ეს არის რაღაციდან სამოსული ვიღაცის ალბათ ახირება ნუ სხვა იმაში გადავალ რომ რაღაც საცობები რო გამტვირთო რაღაც უნდა მოიფიქრო ვერ მოიფიქრეს იმიტომ რომ არ გვაქვს ის ზოლები რა ყველგან ფართოვდება გზები და ჩვენთან ბერიგით რაღაცებს გავთ რესტორნები იდგმება იმ ხელა კუნძულებს აკეთებენ უკვე ძალიან ქალაქზე კულტურა ფაქტიურად უნდა დავაბრალოთ რაღაცებს მოდით ახლა რას დავაბრალოთ მარჯვენა საჭიანებს და ატყდა მეორე აყვა მესამე აყვა და გამოიწვია გაჟიოტაჟი ჩემი აზრით. ხო, მაგრამ ეს განხილვის თემა პერიოდულად ყოველთვის არის. ხან მოიმატებს უბრალოდ აქტივობა თემის განხილვისა, ხან დაიკლებს, იმიტომ რომ ეს რაც რო გავა, მით უფრო თუ არ რეგულირდება ეს გახდება უნდა არსებობდეს საბაბი, უნდა არსებობდეს ფაქტები. არსებობს სტატისტიკა, ხო? აი თქვა საგზაო შემთხვევების სტატისტიკა, ხო? ზიანდება მანქანები, ვერ მოძრაობს მანქანები, ვერ და ხდებიან საგზაო შემთხვევები. არსებობს სტატისტიკა, გადახედავ იმ სტატისტიკას.
რამდენი მარჯვენა საჭიანი მანქანა ხდება საგზაო შემთხვევაში. გასაგებია. სანდროს უნდა რაღაც დამატება, შემდეგ მეორე სატელეფონო ჩართვა და უკვე ვიტყვი, ანუ დღეს ჩვენ ეს კანონი თუ მივიღეთ, უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ხა მოხდება ხვალ. მოხდება ის, რომ მარჯვენა საჭიანი ყველა მანქანა გაუფაროს სურდება, ეს იქნება მატერიალური დარტყმა ოჯახისთვის, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 30-35%-ისთვის, ეს ერთი. და შემდეგ დაიწყება მარჯვენა საჭიანი მანქანების გადაკეთება მარცხენა საჭიანობად და ყველა გამართული იქნება ტექნიკურად ვერასდროს ვერ იქნება გადატანილი საჭიანი მანქანა, ისეთი როგორც ქარხნულად არის ეს ფაქტობრივად ქირურგიული ჩარევაა. ჩვენ გვაქვს მეორე სატელეფონო ზარი საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ვალიაშვილია. ხაზზე ეკა პირდაპირ ეთერში ხართ? მოგესალმებით. ეკა გამარჯობა, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ცირე დრო გრჩება და ამიტომ შენი ლოგიკა და შენი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია გაგვაგებინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მე მესმოდა ქირურგიულ ჩარევებზე იყო საუბარი, საქმე იმაშია, რომ ეს გადატანაც უნდა იყოს აკრძალული, რასაკვირველია და შეზღუდული უნდა იყოს ამ ტიპის ჩარევა, რაც ვთქვათ არის ქარხნული, უნდა დარჩეს ის, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მომხრებივად რასაკვირველია იყოს ეტაპობრივად შეზღუდვა მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისა, იმიტომ რომ რეალურად არც ერთ ქვეყანაში არ არის ეს უსაფრთხოების სტანდარტების საფუძველზე ვსაუბრობთ, ხო? ამ შედეგად არ არის ნებადართული ორ მხრივი, ვთქვათ ესე რეგულარულად, რომ მუდმივად მარცხენა და მარჯვენა საჭიანი ავტომობილებით. ანუ შესაძლებელია არ არის აკრძალული, მაგალითად ბრიტანეთში იგივე მარცხენა საჭიანი ავტომობილები, მაგრამ არის ისეთი ტიპის შეზღუდვები, რომ მოხარებელს უკვე აღოიქნდება სურვილი, შეიძინოს და მასიურად შემოიყვანოს ასეთი ტიპის ავტომობილი. ჩვენ შემთხვევაში არის აბსოლუტური ხალბატები ისაუბრეთ ამ თემაზე ხელმისაწვდომობა. რასაკვირველია თუ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ყველას მოგვინდება უფრო იაფიანი, უფრო ხელმისაწვდომი ტრანსპორტი გყავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა შევხედოთ უფრო უსაფრთხოების კუთხით. იგივე იმ ადამიანებს აბსოლუტურად გაუცნობიერებელი мотивация ამოქმედებთ, ხო? ერთადერთი ის რომ პრობლემა არ არის ამის შეძენა არც ერთი სოციალური ფენისთვის და მეორე არის ის რომ დისკომფორტი არის დღეს ზოგადად გადაადგილება ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აქედან გამომდინარე ყველას უნდა ყავდეს პირადი ავტომობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა დააყენოს რაღაც სტანდარტი. ამის მომხრევად ჩვენ სახელმწიფოს ხელი უნდა იქნეს შარეული და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. მოქალაქე კი არ ვთქვათ როგორ უნდა გაკეთდეს ეს შესაძლებლად, მაგრამ ძირითადად მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, იმიტომ ჩვენ დავირჩიეთ ჩვენ ხო მთავრობა, რომ უსაფრთხოებაზე ამ ტიპის მიმართულებებზე უნდა ზრუნავდეს მთავრობა და სახელმწიფო და რასაკვირველია მოსახლეობას აქვს უფლება, მაგრამ პირველ რიგში მათ უნდა გაიაზრონ და გაიზიარონ უსაფრთხოების ნორმები და შემდეგ მხოლოდ შემდეგ ვისაუბროთ ამ კომფორტზე და ამ ხელმისაწვდომობაზე. გასაგებია, ეკა, გასაგებია. დიდი მადლობა ჩართისთვის ბოდიში, წუთნახევარი გაგვჩება სამწუხაროდ და ანუ ეკას ლოგიკა არის, რომ სახელმწიფომ გარკვეულწილად შეიმუშაოს ერთხელ და სამუდამოდ რაღაც კონცეფცია, სტრატეგია. რაღაც თქმა გინდოდათ ეკასთვის და ერთი წუთი გვაქვს რომ დავასრულოთ რა. სტრატეგიაში რა რეგულაცია აქვს? არა, მე როგორც გავიგე, აღნიშნა რომ ტრანზიტული მოძრაობა სრულიად შეუფერხებელია, მაგრამ იქ არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები მარცხენა საჭიანი ავტომობილის ისეთი რომ მოქალაქის მისი ყიდვის სურვილი არ აქვს. ერთი გამოსავალია შესაბამისად იქ სოციალური პრობლემები არ არის, რაც იყო ჩვენ დასაწყისი ხო? შემოვლითი გზების გაკეთებაზე თუ იმ პროექტებზე, რაც იყო გაკეთებული და რაც გასაკეთებელი არის. აი ეგ არის ერთი გამოსავალი. მეტი არაფერი. მეც აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ მარჯვენა საჭიანი, იმიტომ რომ მარჯვენა საჭიანია მანქანა, ამიტომ გვაქვს ჩვენ თქვათ საცობის პრობლემა. გამოსავალი რაშია, იცი? გამოსავალი არის ერთ რამეში. მართვის მოწმობა გავცეთ, ვინც იცის მართვა მანქანას. დიახ. ყველაფერი მოგვარდება მაგრამ. ანუ მართვის მოწმობის აღება კი არ უნდა ისწავლო. მანქანის მართვაზე როგორ გავცეთ ეს მართვის მოწმობა, შესაბამისად საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა გავაფართოვოთ, იმიტომ რომ აციური მანქანა ყავს უკვე ეს გასაგებია, მაგრამ
მე ვფიქრობ მე მართლა მომხდარ იმისა რომ ეკონომიკა დავიბრუნოთ დაგარგული ტერიტორიები და ასე შემდეგ. მე მომხდარ იმისა რომ ზოგადად რაღაცა ერთგვარი კონცეფცია იყოს ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა რაღაცას გულისხმობს რომ რაღაცა ერთი მიმართულებითაა და არ ვიყოთ ამაშიც გავარებულები. ჩემი აზრით ეს აჯობებს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული ტიპის რეგულაციები, ვალდებულებები დავაწესოთ, თქვა, როდესაც მარჯვენა საჭიერი მანქანა შემოყავს, რაღაცა უსაფრთხოების მიზნით, რაღაც პარამეტრების დასწრება იგივე შემოიღოს სპეციალისტები დასწნენ დაამუშავონ რომ ეს რაღაც ბევრი პარამეტრი დააკმაყოფილოს და მე შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ არ მინდა ეხა ამდენის საფრთხე ვიყიდე იმას შეიძლება ამანაც უშუალო საქმეს მაგრამ ეს ყველაფერი ის უნდა გავაკეთოთ რომ როგორც შენ აღნიშნე სანდრო ადამიანთა საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას არ შეუქმნათ პრობლემები ჩვენ იმიტომ შემოყავდა ეს მანქანები საწყისი ის იყო რომ სოციალური პრობლემა იყო და იაფი იყო და როდესაც ეს პრობლემა მოიხსნება ალბათ ყველაფერი დალაგდება სამწუხაროდ ბევრი ვარ და ცოტა მქონდა სასაუბრო სატელეფონო ჩართვებით ძალიან მოკლე გამოგვივიდა თუმცა დარწმუნებული ვარ შემოდგომიოს იქნება თუ მოგვიანებით როცა ეს თემა განახლდება ჩვენ ისე განსხვავებულ საშუალებას რო ვისაუბროთ იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ და ყველამ ჩვენი სათქმელი უნდა თქვათ რომ საბოლოოდ ვიცხოვროთ ჩანსაღ ნორმალურ და უსაფრთხო გარემოში მადლობა მურზანებისთვის ნამდვილად ბედნიერად კარგად ყურადღებით ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.